საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. საბედისწერო მოსახვევი. თუ რატომ დავარქვი ასე, რა თქმა უნდა გადაცემის მსვლელობისას თქვენ მიხვდებით. ახლა კი ამ გადაცემას ერთი ეპიგრაფით დავიწყებ. ახლა არ მოგწონთ, სააკაშვილი ხო? ეს ვიდეო დაახლოებით 13 წლის წინ არის ჩაწერილი და გასაგებია, რას გულისხმობდა ეს კაცი ამ თავის ნათქვამში. 13 წლის წინათ ეს ვიდეო პრიმიტიული გამოხატვა რო გვეგონა კონკრეტული პიროვნებისა. შესაძლებელია ეპოქალურ ფორმულად ჩამოყალიბდეს. იმიტომ რომ დღეს მაშინ ის მიესადაგებოდა სააკაშვილს, ახლა შეიძლება მიესადაგოს ღარიბაშვილს, შემდეგ შეიძლება მიესადაგოს კობახიძეს, შემდეგ შეიძლება მიესადაგოს ივანიშვილს და ვისაც გნებავთ. ახლა არ მოგწონთ ის კაცი, ვისაც ირაკლი ღარიბაშვილი ჰქვია. საქართველოს პროკურატურა. ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გექვე პუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავის სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულად ითანხით, ასევე უძრავი ქონებით. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, შედეგების შესახებ დამატებით გაცნობებთ, გმადლობთ ყურადღებისთვის. ლაპარაკია პიროვნებაზე, რომელიც სხვადასხვა დროს იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და რაც მთავარია, ორგზის იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დასანანია, რომ აი ასეთი ფინალის მოწმევართ ყველაფერი. თქვენ ახლა მოისმინეთ პროკურატურის პოზიცია. მოდით მოვისმინოთ ადვოკატის პოზიციას. არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მივუწევთ. იყო კითხვები თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლო და ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს ძალიან ბევრ გარემოებას და არც ერთი საქმე არ გავს ერთმანეთს. როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, როდესაც ის არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არის პროცესუალური სტანდარტი. აი ასეთი ვითარება გვაქვს. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უკვე ეჭვმიტანილია დანაშაულში, აღიარება აქვს გაკეთებული, მას ჩამორთმეული აქვს პასპორტი, ის ვერ შეძლებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას, შეფარდებული აქვს გირაო და მისი საქმე ახლა არის ძიებაში და ახლო მომავალში ალბათ გადაეცემა სასამართლოს. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტია. უაღრესად ცუდი და უაღრესად დამაფიქრებელი ფაქტი. რატომ შეიძლება მომხდარიყო ასე? ან რას ნიშნავს ეს? ირაკლი ღარიბაშვილის კორუფციული სქემები ჩემთვის პირადად რა თქმა უნდა უცნობია, ისევე როგორც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საქართველოს მოსახლეობისა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ბევრი რამ. ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში ყოფილიყო მშვიდობა, შენარჩუნებულიყო მშვიდობა. ჩვენ გვახსოვს მისი ბრძოლა იმისთვის, რომ აი ეს გენდერული, ეგრეთ წოდებული რაღაცა უბედურება, თავსმოხვეული ჩვენთვის, რომელიც უნდოდათ შემოეტანათ, რომ აერიათ ქალი, კაცი, მისი როლი, ოჯახი, მისი ფუნქცია, მისი დანიშნულება, ისტორია, ტრადიცია და ასე შემდეგ, აი აქაც ჩვენ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან დიდი მუშაობა
და მეცადინეობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი იყო ოჯახი, ეს არის ქალის და კაცის ურთიერთობა. ბევრი რამ გვახსოვს ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელიც მოსაწონი იყო, რომელსაც მივესალმობოდით, რის გამოც მას პატივს სცემდით და ეს ყველაფერი ერთ მხარეს დაიდო სასწავლის ერთ მხარეს. სასწავლის მეორე მხარეს დაიდო ის, რის შესახებაც ახლა პროკურატურამ თქვა, რა ბრალიც მას წაუყენეს და რაც მან უკვე აღიარა. მაგრამ სად არის ყველაფერ ამისი საფუძველი, სათავე? რა იწვევს ყოველივე ამას და რა განზოგადებისკენ შეიძლება წავიდეთ ამ ფაქტიდან, რომელიც დღეს როგორც რეალობა, როგორც მოცემულობა გვაქვს. ამაზეა საუბარი, მაგრამ ვიდრე უშუალოდ ამ საკითხებზე გადავიდოდე, მანამდე მინდა რაღაცა ისტორია, პატარა ისტორია გავიხსენოთ. აი როგორი იყო მაგალითად ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილის პიროვნების მიმართ. და ჩემგან რაც შეეხება ქართულ ჯგუფს და ჩემ შესაძლებლობას ზოგადად, როგორც ივანიშვილის, რა თქმა უნდა, ჩემი კარი მუდამ ღია იქნება და მუდამ შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილმა გამოიყენოს ჩემი შესაძლებლობები როგორც საკუთარი. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს დღესაც ოჯახებით მეგობრობთ და ასე იქნება მომავალშიც. თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მას ექნება არჩევანი. და მან უნდა გადაწყვიტოს და ამის გარშემოც მე მგონი ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი აციეს, რომ როგორ გაბედა და არ თქვა მან სად მიდის. მას აქვს ამის საშუალება, მან წავიდა ესეთ დროს, წავიდა კიდევ მეორე ზენიტში თავის წარმატების 3 წლის ანგარიშს შეგახსენებთ, ძალიან ბევრი წარმატებები ჩამოთვალა მან და ძალიან ღირსეული ყველაზე დიდი ნაბიჯი გააკეთა თავის წასვლით. წასვლის აზრი კიდევ იმეორებ და უმეორებ იმ ჯიუტ ოპონენტებს, რომლებმაც არაფერ არ უნდა რომ გაიაზრონ, მხოლოდ წასვლაშია, რომ მან მისცეს საშუალება სხვებსაც მოსინჯონ. ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა პოლიტიკური გუნდი, გვყავს ახალგაზრდა პოლიტიკური სისტემა, ახალგაზრდა პოლიტიკური გუნდი, ჩვენ ძალიან ცოტა გამოცდილება გვაქვს და მისი ნაბიჯით მან მისცა გუნდის წევრებს საშუალება რომ თვითონაც მოსინჯონ და შეიძლება უფრო წარმატებულები იყვნენ. თუ არ იქნება ვინმე წარმატებული, თუ მოხდება რაღაც, კიდევ ერთი მინდა დავამატო და საერთოდ ირაკლის საკუთარ გუნდში წავიდა, საკუთარ გუნდში აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი. მას ნებისმიერ დროს თუ კი გუნდს გაუჭირდება და მას აქვს ეს განწყობა, ჩვენთან საუბარში რამდენჯერ ვქონია, აქვს ეს განწყობა, რომ თუ გუნდს დაჭირდება, ეს აუცილებლად დაუდგება გვერდში და დაეხმარება, თუ გნებავ თუ ახლოს არჩევნებში 2016 წლის. დღეს როგორც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პირველი პირი. მის გარეშე საქართველოში რამე სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ ის რაც ირაკლი ღარიბაშვილის თავს ხდება, რა თქმა უნდა, სანქცირებულია ბიძინა ივანიშვილისგან. რა შეიძლებოდა მომხდარიყო ამ ორ პიროვნებას შორის ისეთი, რომ აი ეს მამაშვილური თუ რაღაცა სითბოთი გაჯერებული ურთიერთობა მათ შორის არსებული აქამდე ასე დანგრეულიყო და ასე დარღვეულიყო. ნუ თუ მხოლოდ ის, რომ რაღაცა გადაცდომა, გადაცდენა, რაღაცა მოხდა ღარიბაშვილის ცხოვრებაში, რაღაცა ვერ მოზომა ამ კორუფციულ თუ უკანონო შემოსავლის მიღების თუ რაღაცის თვალსაზრისით და აი ამან გამოიწვია ასეთი ამბები, ანუ მოხდა ისეთი ამბები, რაც სააშკარაოზე გამოვიდა. ეს არის მხოლოდ თუ კიდევ სხვა საფუძველი აქვს ამას. რამე ეხლა გამოძიების მიმართულებით ვერ წავალ თავისთავად ცხადია, რაღაცა პოლიტიკური სარჩულები, პოლიტიკური მოტივები შესაძლებელია ამაზე ვიმჟელოთ. უბრალოდ თქვენთან ერთად ვიმჟელოთ და მეტი არაფერი. მე მინდა კიდევ ერთი ფრაგმენტი განახოთ ბიძინა ივანიშვილის, აი იმ დროინდელი გამოსვლიდან, საიდანაც ფრაგმენტი უკვე ნახეთ, ეს იყო პირველი წასვლა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილისა, რომელსაც ასეთი დიდი სითბოთი და ასეთი დიდი სიყვარულით ეფერებოდა ახლა თქვენ წინაშე ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ მაშინ, როდესაც ეს ვიდეო არის ჩაწერილი და იქვე ნახეთ ერთი ძალიან დამაფიქრებელი ფაქტი, რომლის შესახებაც ბატონი ბიძინა ლაპარაკობს. თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის, გარწმუნებთ რომ გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს და გარდა ამისა, რასაც მინდა ხაზი გაუსვა. ირაკლის თუ სურვილი გაუჩნდება არა ამ გუნდში და არა სხვა გუნდის შექმნაზე ჩამოაყალიბოს, მას შეუძლია იმ ხელა რესურსით წავიდა ირაკლი ამ ნაბიჯით, რომ მას
შეუძლია თავისუფლად ნებისმიერ სიტუაციაში კრიზისულში თუ არა კრიზისულში მას შეუძლია თავისუფლად ჩამოაყალიბოს ახალი პოლიტიკური გუნდი მას ამის რესურსი გააჩნია და ეს არის ყველაზე საინტერესო მის წასვლაში ერთ-ერთი ძირითადი ყველაზე საინტერესოს თუ გნებავთ დემოკრატიულობის გარდა გახლავთ ის რომ ჩვენი გაღარიბებული ნახეთ ჩვენი ოპოზიცია როგორია აბა თვალივიზე გაგიჩერდებათ როგორ გაგიჩერდებათ ახლა მე არ დავიწყებ ოპოზიციის ჩამოთვალს და ჩამოყალიბებას რომელი პოლიტიკოსი წავიდა გამარჯვებული ის რომ გაჩნდა მე ვამბობდი ჩემ დროს რომ კარგი სათადარიგო მოთამაშე გავჩნდი ირაკლიც ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე გაჩნდა საკუთარი გუნდისთვის და საერთოდ საქართველოს პოლიტიკაში გაჩნდა პიროვნება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში, დაბალანსებულში თუ კრიზისულში, ხელი ასიოს და თუ გნებავთ ახალი გუნდი ჩამოყალიბება. ეს უკვე ძალიან საყურადღებო განაცხადია. სხვათა შორის მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა მართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან. ეს საუბრები საქართველოში მიმდინარეობს სოციალურ ქსელებშიც, კერძო საუბრებშიც. ძალიან ბევრი იყო ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ახლო მომავალში ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს წინაშე წარმოუდგეს როგორც ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი, როგორც უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე. დღევანდელი მდგომარეობით ამაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მას მძიმე ბრალდება წაუყენეს და უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი ირაკლი ღარიბაშვილი. რა თქმა უნდა, ახლა ამაზე ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ ნახეთ რამდენიმე წლის წინ არა მარტო საზოგადოება, არამედ თვითონ ბიზინა ივანიშვილიც კი უშვებდა ასეთ ვარიანტს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლებელია როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი მოვლენოდა ამ ქვეყანას, ანუ ლაპარაკი იყო უკვე იმაზე, რომ ოპოზიციური ადგილი, რომელიც მიისაკუთრა წლების განმავლობაში, მიიტაცა სააკაშვილის გუნდმა, ნაციონალურმა ხროვამ და ეს სხვათა შორის არ მომხდარა ქართული ოცნების ნებართვის გარეშე, ქართული ოცნების სურვილის გარეშე. ტერმინიც იყო გახსოვთ კოაბიტაცია, როდესაც ეს ორი გუნდი რაღაცნაირად თანამშრომლობდა ერთმანეთთან, მათ გაიყვეს ეს ადგილები, ხელისუფლება და ოპოზიცია და სხვას ამ ადგილებს არ უთმობდნენ არც ერთს და არც მეორეს. აი ბიზინა ივანიშვილის თავში გაჩენილა მაშინ ეს აზრი, რომ შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილი იყოს ის ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც ისე კი არ იქნება სამწუხაროდ სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, არამედ იქნება კონსტრუქციულობის ჩარჩოში, კონსტრუქციულობის ფარგლებში. ასეთი ოპოზიციის არსებობა სასარგებლო იქნება ხელისუფლებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. მაშინ როდესაც ის ვითომ ოპოზიცია დასავლეთის აგენტურა, რომელიც მყავს დღეს ნაციონალური მოძრაობის სახით, საზიანოა, დამანგრეველია ხელისუფლებისთვისაც და საქართველოსთვისაც, ქვეყნისთვისაც. აი ამისი ჩანაცვლება ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდით. ეს თურმე მხოლოდ საზოგადოებაში გაჩენილი აზრი არ იყო, არამედ ამის შესახებ ღიად ლაპარაკობდა ბიზინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ეს საინტერესო მომენტია. არაფრის გამორიცხვა, მიუხედავად იმ ურთულესი ვითარებისა, რაც დღეს არის ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ შექმნილი, მაინც არ შეიძლება, მაგრამ ეს ისე გახსენებისთვის. დიახ, ახლა კიდევ მინდა ერთი უკვე სხვა დროს გაკეთებული განცხადება მოგასმენინოთ ბიზინა ივანიშვილისა, რომელიც კორუფციის თემას შეეხება. ეს იყო მაშინ, როდესაც ის ერთხელ კიდევ მოbrunდა პოლიტიკაში და დაიკავა მართველი პარტიის, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის პოსტი. ოპოზიციის არარსებობა მართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება. შემოbrunდე პოლიტიკაში და დავიკავო მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მიმართ.
ორი წინასწარმეტყველება გაუკეთებია ბატონ ივანიშვილს. პირველი ის, რომ შესაძლებელია ოპოზიციის, ანუ რეალური კონსტრუქციული ოპოზიციის არარსებობამ შექმნას კორუფციული საფუძვლები. და მეორე, შესაძლებელია გუნდს შორის დაპირისპირების პროვოკატორიც იყოს იგივე მდგომარეობაო. გუნდს შორის დაპირისპირება მოხდესო და ახლა დღეს როგორც ვხედავთ, ერთიც სახეზეა და მეორეც სახეზეა. აგერ კორუფციული სქემები ქვეყნის პირველ პირზე ელაპარაკი, ყოფილ პირველ პირზე ირაკლი ღარიბაშვილზე და აგერ დაპირისპირება გუნდს შიგნით, იგივე აი ესეთი ძიმეწონიანი ფიგურა ქართული ოცნებისა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი, აი მასთან აღმოჩნდა დაპირისპირებული ქართული ოცნება. ანუ ბიძინას მოსვლამ მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტზე ვერ უშველა ამ საქმეს, ვერ გადაარჩინა, ვერ იხსნა ქვეყანა ამისგან. თურმე კორუფციაც გვაქვს და ეს დაპირისპირებაც გვაქვს. სულ ცოტა ხნის წინათ ლაპარაკი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რომ იყო საქართველოში, ეს ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, ვიხილეთ და ამაში ეჭვიარავის არ ეპარება. რომ მომხდარიყო ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ასეთი რამე სახელმწიფო გადატრიალება და ვთქვათ ხელისუფლების სათავეში აღმოჩენილიყო ისევ სააკაშვილი ან მისი გუნდის რომელიმე წევრი. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს იქნებოდა სააკაშვილი. ვის დაეჯახებოდა ის პირველ რიგში და ვის დააპატიმრებდა პირველ რიგში? ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნებოდა ირაკლი ღარიბაშვილი და აი ახლა ვხედავთ, რომ ქართული ოცნება აპატიმრებს ირაკლი ღარიბაშვილს. ანუ ისეთი სიტუაცია, რომ ვინ ვის ებრძვის, ვეღარ გაიგებ უკვე საქართველოში. ქართულ ოცნებას აი ასეთი უზარმაზარი პრობლემები აქვს საკუთარ გუნდს შიგნით. ის გუნდი, რომელსაც სააკაშვილის გუნდი ქვია თუ დასავლეთის მეხუთე კოლონა ქვია თუ დასავლეთის აგენტურა ქვია და ფაშისტური ხროვა ქვია, ისევ განაგრძობს თავის საქმეს, ისევ დარბის ქუჩა-ქუჩა, ისევ დაეძებს დაფინანსებას საქართველოს საზიანოდ მიმართული საქმეებისთვის და ერთი სიტყვით მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩავარდა ეს დასავლეთის მიერ დაგეგმილი, დასავლეთის რომელიღაც სპეცსამსახურების კაბინეტებში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში, ისინი ჯერ კიდევ იბრძვიან და ცდილობენ ნებისმიერ კანონს, რომელიც მათ რაღაცით ზღუდავს, თუნდაც ფინანსების მიღებით, როგორმე გვერდი აუარონ. ხელისუფლების დამხობის, ჩავარდნილი სცენარისა და ქვეყნის სუვერენიტეტის ჩამოშლის წარუმატებლობის შემდეგ გაშიფრულია უცხოეთიდან რადიკალიზმისთვის შემოსული ფულის ახალი სქემა. დამფინანსებელი ევროკომისია, კანონის გვერდის ავლით, თანხების მიმღები კი მდიდარი ენჯეოები. იმედის კვირის მიერ გაშიფრული სქემა ასე გამოიყურება. საქართველოში ხელისუფლების ცვლილებით დაინტერესებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მათი დავალებების უპირობო შემსრულებლები. ამერიკული ფარას ანალოგის ამოქმედების შემდეგ ფინანსების აკუმულირებისთვის ალტერნატიული გზების ძიებამ კანონმდებლობაში დაშვებულ გამონაკლისამდე მიიყვანა. კერძოდ, ქართულ ფარაში არსებობს ჩანაწერი, როდის არ ევალება ორგანიზაციას უცხოეთის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია. ასეთი გამონაკლისია ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად ფინანსური რესურსების მობილიზება. სწორედ ეს ჩანაწერი გამოიყენეს უცხოელმა აქტორებმა და სპეციალურად საქართველოსთვის ამოქმედდა პროექტის სახელწოდებით გადაუდებელი დახმარება ადამიანის უფლებათა დაცვისთვის, რომლის შესახებაც დეტალები გასაიდუმლოებულია. ევროკომისიისგან გამოყოფილი გრანტის მიმღები და შემდეგ ფინანსების გადამანაწილებელი კი ორგანიზაცია. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრია, რომლის ანგარიშზეც მაისი-აგვისტოს პერიოდში 868.990 евро დაჯდა. გამარჯობა. გამარჯობა. არა თქვენთან. ლეოცის კარიშვილი თუ არის ადგილზე? ხადი გვაქვს უკაცრავად. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც წესით ადამიანების ჯანმრთელობის მიმართულებით უნდა მუშაობდეს, იმალება და არ პასუხობს კითხვებს. კონკრეტულად რას მოხმარდა ევროკომისიიდან მისი ორგანიზაციის ანგარიშზე დარიცხული სოლიდური თანხა. იქამდე სანამ NGO-ს ხელმძღვანელი დამალვის რეჟიმშია, ფაქტები მისი პოლიტიკური აქტივიზმის შესახებ ბევრს ამბობს. მიზანს ვერ მიაღწევენ ამ დაყადაღებით, პატარა შეფერხება გვაქვს და აუცილებლად გადავჯგუფდებით, ახალ გზებს ვიპოვით, ერთობლივად, კოლექტივად. არსებობს კი რაღაცა მონახაზები გვაქვს, მსჯელობთ,
არ ვამბობ რომ მარტივი იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება. ეს გრანტის მიმღები NGO-ს ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ფაქტობრივად თავადვე აღიარა, რომ უცხოეთიდან თანხების მიღებისთვის კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა გზებზე მუშაობდნენ. გამჭვირვალობის მოწინააღმდეგე ცისკარიშვილის ორგანიზაციის ტრანზაქციების შესწავლით დადგინდა, რომ ევროკომისიის პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტი, ანუ 2.650.660 ლარი იმ დიდარ NGO-ებზე გადანაწილდა, რომლებიც ძალადობრივი პროცესების სათავეში დგანან და მათ შორის აქციებზე კანონდამრღვევ იურიდიულ თუ სხვადასხვა დახმარებებს უწევენ, საუბარია 11 NGO-ზე. თქვენ რა თქმა უნდა გახსოვთ, თუ რა დიდ ვნებათა ხელბასთან იყო დაკავშირებული ეგრეთ წოდებული ფარას კანონის მიღება, რომელსაც უცხოეთიდან შემოსული თანხები უნდა ეკონტროლებინა. თანხების კონტროლი რომ არ მომხდარიყო, ამისთვის ძალიან ბევრი იბრძოლა აქაურმა აგენტურამ და მათმა მფარველებმა დასავლეთში, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში. ძალიან ბევრი იბრძოლეს, მაგრამ ქართული ოცნება მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა, ეს კანონი მაინც გაიტანა და ეს კანონი ამოქმედდა. აი ამის შემდეგ დასავლეთი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ ამ კანონის გვერდის ავლით რაღაც თანხები ისევ შემოაპაროს საქართველოში, რათა დაგეგმოს მათი ბინძური ჩანაფიქრები, რომელიც მიმართულია ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. მაინც ახერხებენ და მათი აქაური დამქაშები, ლეკვები პირდაპირ ღიად აცხადებენ, რომ ჩვენ ვიპოვით გზებს, ჩვენ მოვძებნით კანონის გვერდის ავლის მექანიზმებს, რომ როგორმე ეს თანხები მივიღოთ და თქვენ როგორც მოისმინეთ აქ გარკვეული რიცხვები, ესე იგი თანხები არის სოლიდური, თანხები არის დიდი და უზარმაზარი და აი ამას ყველაფერს აგრძელებენ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აღკვეთილია სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც იყო დაგეგმილი, მიუხედავად იმისა, რომ ამოქმედებულია კანონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაინც გრძელდება ეს ბრძოლა საქართველოსთან და ქართველ ხალხთან. ვისია ეს ბრძოლა? ვინ ებრძვის საქართველოს და ქართველ ხალხს? რა თქმა უნდა, კოლექტიური დასავლეთი. რა თქმა უნდა, ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები, მისი deep state-ითა და გლობალური ომის პარტიით. ოდნავ განზე თითქოს დგას ტრამპი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენად მოახერხებს ის გაემიჯნოს deep states ბოლომდე და დაუპირისპირდეს მას და დაამარცხოს ის, ეს რა თქმა უნდა მომავლის საქმეა, ამას ყველა ერთად ვნახავთ. იმდენად გათავხედდა დასავლეთი აქ, იმდენად გათავხედდნენ დასავლური სახელმწიფოების ელჩები საქართველოში, რომ რაც მოესურვებათ, იმას აკეთებენ, როგორც მოესურვებათ, ისე აზროვნებენ და მოქმედებენ და ითხოვენ მათთვის გარკვეული შეღავათების კი არა, კანონის დარღვევის უფლების მიცემას. აი მაგალითად ერთი კონკრეტული ფაქტი. გერმანიის ელჩი საქართველოს მთავრობისგან გრანტების შესახებ კანონიდან გათავისუფლებას ითხოვდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატს განემარტა, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს ყველასთვის. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კონკრეტული ელჩები კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. ჯერ ბატონი ფიშერი იყო დაბარებული საქართველოს სამინისტროში, შემდეგ მანამდე უფროსად თავად ითხოვა შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ითხოვა გათავისუფლება გრანტების შესახებ კანონიდან, თუმცა მან მიიღო პასუხი, რომ კანონი თანაბრად იმოქმედებს, ბუნებრივია ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, მათ შორის გერმანიის ელჩისთვის. აქ ორი მომენტია ჩვენთვის საინტერესო. პირველი ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გერმანიის ელჩი რამდენად თავხედია, რამდენად უზრდელია და რამდენად უტიფარია, როდესაც პირდაპირ მიდის ოფიციალურ სტრუქტურებთან, ხელისუფლებასთან და მათ თხოვს მისცენ უფლება კანონის გვერდის ავლით რაღაც ოპერაციები ჩაატაროს. ეს ერთი. და მეორე ის, რომ ქართული ოცნება ანუ მმართველი პარტია დღეს იმ სიმაღლეზეა, მოწოდების სიმაღლეზეა, რომ იგი იცავს სუვერენიტეტს, რომ იგი ამ თავხედ ელჩებს და მათ უკან მდგარ თავხედ სახელმწიფოებს საკადრეს პასუხს აძლევს. ეს არ არის უბრალო ამბავი. ეს რამდენიმე ხნის წინ შეუძლებელი იყო საქართველოში. მე ახლობს ყოფილ ვარ ხელისუფლებასთან, მთავრობასთან და უშუალოდ ვარ მოწმე იმისა, თუ რამდენად
რამდენად სიტყვის შეუბრუნებლად უნდა შესრულებულიყო მათი ყველა დირექტივა, რაც წამოვიდოდა დასავლეთიდან. ახლა ეს ხერხემალში გადატეხილია, ასე ვთქვათ და ვაწყდებით აი ასეთ პოზიციებს, რომ კი გერმანია ხომ იცით ჩვენთვის რასაც ნიშნავს. გერმანიის ელჩმა ითხოვა აი ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი რამ, მაგრამ მან მიიღო საკადრესი პასუხი და საერთოდ ამ ელჩებმა და დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ რომ ასე უბოდიშოთ და უპარდონოდ იპარპაშონ საქართველოში, მათ დახვდათ მტკიცე კედელი. აი ერთ-ერთი პოზიცია, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების მაღალჩინოსისა. ელჩებს არანაირი უფლება არ აქვს ჩაერიონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. აკეთებდნენ იმ ტიპის განცხადებებს, რასაც ისინი აკეთებდნენ სამწუხაროდ, ამას დიპლომატიასთან არანაირი ურთიერთობები არ გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს პროცესები იმართება გარედან, იმართება გლობალური ომის პარტიიდან, ეგრეთ წოდებული Deep State-ის მხრიდან და ყველას ყავს თავისი პატრონი. ისინი ასრულებენ ამ შემთხვევაში თუნდაც ის კონკრეტული რამდენიმე ელჩი დავალებას, რაც მოდის, რომ მან უნდა გააკეთოს ამ ტიპის განცხადება, უნდა წაახალისოს აგრესორი, უნდა წაახალისოს მოძალადე. ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს არის სწორი პოზიცია, ეს არის ნამდვილად საქვეყნო პოზიცია და საერო პოზიცია, მაგრამ ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის, ცოტა ადრე ხომ არ იყო ეს გასაკეთებელი. აი ეს სახადი ცნობიერებისა, ჭირი, რომელიც შეგვეყარავთ ქართველებს, აი დაავადება დასავლეთით და დასავლეთის გაფეტიშება და დასავლეთიდან მომავალი ნებისმიერი უბედურების წარმოჩენა, როგორც დიდი ბედნიერება და დიდი სიხარული. აი ეს სახადი ჩვენ ბოლომდე მოვიხადეთ თუ არა. ან ამ სახადისგან თავისუფალი იყო თუ არა ქართული ოცნება. მთელი ჩვენი უბედურება, რომელიც დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლიდან და მოდის დღემდე, ქართული ოცნება რამე გამონაკლისს წარმოადგენდა აი ამ დასავლურ სახადთან ურთიერთობის თვალსაზრისით? მე მგონი არა. ამისი გახსენება შეიძლება და ალბათ უნდა გავიხსენოთ კიდეც როგორი იყო პოზიციები დასავლეთის წინაშე რაღაცნაირი ქედის მოდრეკა იმ დონეზე, რა დონეზეც ეს არ უნდა მომხდარიყო. არ მომხდარა საქართველოში დღემდე ანტიგერმანული გამონათქვამები ისმის სათხართ მედია. ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა ქართველი ერისთვის. გერმანელები, რომლებიც ჩვენი დავიბადეთ ახლიდან 90-იან წლებში, მათი წყალობით, ამერიკელების წყალობით, ევროკავშირის წყალობით დგავარ დღეს ჩვენ ფეხზე კოდექსები რო გვაქვს. ვინ დაწერა ეს კოდექსები თედო ნინიძესთან და ჯონი ხეცურიანთან და ლადო ჭანტურიასთან ერთად? გერმანელებმა თავიანთი ჯიბიდან ფული ამოიღეს და ჩვენ მოგცეს, როცა გვშიოდა და კანონი არ ქონდა. დღეს ანტიგერმანულ გამონათქვამებს ვისმენთ. ისეთი ჭკვიანი პოლიტიკოსი და ისეთი ჭკვიანი ადამიანი, ქალბატონი, როგორც თეა წულუკიანია, თურმე არ ყოფილა თავისუფალი აი ამ სახადისგან. ახლა ვხედავთ ჩვენ ამას. აი გერმანელებმა დაგვიწერეს რაღაცა კანონები და ამით გაგვაბედნიერეს. გერმანელებმა საკუთარი ჯიბიდან ამოიღეს ფული და დახარჯეს საქართველოსთვის სასიკეთო საქმეებში. არ არის ეს სწორი. არც გერმანელი, არც იტალიელი, არც ფრანგი, არც ინგლისელი, არც ამერიკელი არაფერს არ დაგიწერს და არაფერს არ გაგიკეთებს ისე, თუ მისი ინტერესი არ დევს ამ საქმეში. და არც ერთ ცენტს, არც ერთ კაპიკს ჩვენებურად რომ ვთქვათ, არც ერთ ლარს და არც ერთ თეთრს არ დახარჯავს ჩვენთვის, საქართველოსთვის. ისინი ყველაფერს აკეთებენ საკუთარი თავისთვის და საკუთარი ინტერესებისთვის, მაგრამ აი ჩვენ ახლა ვნახეთ, რომ გერმანიის წინააღმდეგ შესაძლებელია ვინმე რამეს ლაპარაკობდეს, ისე გვებრძვის და ისე გვამონათებს ქალბატონი წულუკიანი, თუ კი ვინმეს გაუჩნდებოდა რაღაც პროტესტის განცდა დასავლეთის დამოკიდებულების გამო ჩვენს ქვეყანასთან, ჩვენს ხალხთან, რომ ეს როგორ შეიძლებაო გვიკიჟინებს და გვეუბნება, მაგრამ შეიძლებოდა ქალბატონო თეა
და თქვენნაირი გონიერი და ჭკვიანი ადამიანი ამას ცოტა ადრე უნდა მიხვედრილიყო, მაგრამ ასეთი იყო ტენდენცია საერთოდ საქართველოში და ამას თქვენს ხარკს უხდით და გვერდს ვერ უვლიდით. თქვენ კი არა, თქვენი უფროსიც, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც ისევე იყო განწყობილი დასავლეთის მიმართ, როგორც თქვენ. აი მაგალითად ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ის დასავლეთთან დაკავშირებით მსჯელობს. წარმოუდგენელია დასავლეთმა სადისტური სისტემის შემქმნელებს დაუჭიროს ხარი დაუჭიროს მათ, ვინც წინააღმდეგაც ჩვენი ქვეყნის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ქუჩები აავსეს. წარმოუდგენელია, რომ დასავლეთმა აი ამ სადისტებს და ფაშისტებს და ასეთ ძალას დაუჭიროს ხარი, ამბობს ბატონი ბიძინა ეს იმ დროს, მაგრამ თურმე არაფერი წარმოუდგენელი არ ყოფილა. დასავლეთმა სწორედ ამ ფაშისტებს, ამ სადისტებს, ამ სისხლისმცემელებს, ამ მკვლელებს დაუჭირეს ხარი ყველაფერში და სხვათა შორის თქვენს წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ. თქვენ თითქოს გამოგლიჯეთ ხელიდან მათ საქართველოს, თქვენ წაართვით მათ ქართველი ხალხის წამების უფლება და საშუალება. მაგრამ დასავლეთი თქვენ აგიჯანყდათ და არა მათ. პირიქით, თქვენ სახელმწიფო გადატრიალება რომ მოგიწყონ, ამისთვის სწორედ მათ ეყრდნობა დასავლეთი. აი ეს არის დასავლეთი. და ამას მე თუ 30 და 35 წლის წინ ვხედავდი, მე მაგალითად თქვენი მონამორჩილი და არა მარტო მე, რა თქმა უნდა. თქვენ ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა, თქვენ რომლებსაც ქვეყნის მართვის ბერკეტები გიპყრიათ და არა მარტო ბერკეტები გიპყრიათ ხელთ, არამედ ვალდებულება და პასუხისმგებლობა გაწევთ ზურგზე ქვეყნის მომავლის გამო, ქვეყნის ხვალინდელი დღის გამო. თქვენ როგორ ვერ უნდა განსაზღვროთ, როგორ უნდა განჭვრიტოთ, თუ რას წარმოადგენს ეს დასავლეთი, როგორ იხრწნებოდა იგი თქვენს თვალწინ ნელ-ნელა და როგორ მიდიოდა იმ უფსკრულისკენ, რომლისგანაც უკვე თავის დაღწევას ალბათ ვეღარ მოახერხებენ. აი ეს საყვედური თქვენ მე რომ არ გითხრათ, ამას ხალხი გეტყვით, საზოგადოება გეტყვით. ამიტომ ჯობია ეს საყვედური ისმოდეს, ვიდრე ის დამალული იყოს და სადღაც მისი აკუმულირება ხდებოდეს საზოგადოების ცნობიერებაში, საზოგადოების განწყობაში. ამიტომ გეუბნებით, რომ ეს თქვენ არ გამართლებთ, თქვენ თავიდან უნდა დაგენახათ. იმ დროს, როდესაც დასავლეთის მიმართ აი ასეთი პოზიციები და განწყობილებები გქონდათ, უნდა შეგემჩნიათ ის, რომ დასავლეთიდან ის სიკეთეები და ის კეთილი განწყობები არ მოდის, არ მოდიოდა, რომელიც თქვენ გეგონათ რომ მოდიოდა. აი კიდევ ერთი ნათქვამი ბატონ ბიძინა ივანიშვილისა, იმდროინდელი. ეს ხელისუფლება ბევრს ეცადა ჩვენი ახალგაზრდები იდეალებისა და ღირებულებებისაგან დაცლილ მომხმარებელ საზოგადოებად ექცია, რომლისთვისაც ყველაფერი სულ ერთია, პირადი წარმატების გარდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით ძიმე საყურებელი იყო და ახლა ერთი-ორად ამაყი ვარ, რადგან როდესაც ჩაჭირო გახდა ახალგაზრდობა, მაშინვე დაიკავა სწორი, სამართლიანი პოზიცია, დადგა სიმართლის მხარეს, გააბრუნდა სისასტიკე, უსამართლობა, ადამიანების ხიცების შელახვა, უზარმაზარი საპროტესტო ტალღა აღორა და ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ვაშკაცურად შემოაბიჭდა. მე მესმის ეს ასეა მიღებული, ასე უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდები სწორ პოზიციას იკავებენ ხოლმე და ასე შემდეგ და შემდეგ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის თავისთავად სწორი დებულება. ახალგაზრდები სწორ პოზიციას არ დაიკავებენ, თუ მათ უბიძგებენ არასწორი პოზიციისკენ, თუ მათ აფინანსებენ არასწორი პოზიციის დაკავების გამო და აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, თორემ დღესაც ახალგაზრდებით გებრძვიან თქვენ. დღესაც ახალგაზრდების ხელით ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ასე შემდეგ. ასე რომ გაფეტიშება აი ამ ახალგაზრდული ენერგიისა, ახალგაზრდების მონაწილეობისა სოციალურ და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში სწორი არ არის. სწორი ის არის, რომ ახალგაზრდებს მისცეს სწორი მიმართულება. სწორი ის არის, რომ ახალგაზრდებმა ვერ ნახონ ის მაგალითები, რომ უამრავი შეცდომაა დაშვებული, დაწყებული საკადროთი და არა მარტო საკადროთი, დამთავრებული სოციალურით, პოლიტიკურით, გეოპოლიტიკურით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ის წარმოშობს მერე ამ ახალგაზრდულ ტალღებს და აქ მთავარი ჩემი სათქმელი ის არის, რომ
ახალგაზრდობას მივაწერთ რაღაც ზე უმანკოებას, რომ ისინი არასოდეს არ შეცდებიან და ყოველთვის სიმართლის მხარეს იქნებიან. არა, ახალგაზრდებიც ისევე ადვილად იმართებიან, როგორც სხვა თაობის ადამიანები. ფულით, მოსყიდვით, მოტყუებით, შანტაჟით, მუქარით და ასე შემდეგ. დღევანდელობა არის სწორედ ამისი, ასე ვთქვათ, ილუსტრაცია, თვალსაჩინო ილუსტრაცია. რას წარმოადგენს ეს დასავლეთი? ეს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ზოგიერთი რამ მათი ბინძური ვნებებიდან და მიზნებიდან დაფარული იყო, მაგრამ იყო ისეთი რამ, რაც დაფარული არ იყო. ის დასავლეთი, რომელიც იდეოლოგიად, ასე ვთქვათ, ცუდი სიტყვაა, მაგრამ უნდა გამოვიყენო, გვტენიდა იმ სიბინძურეს, რომელსაც ახლა ნახავთ და რომელსაც დღემდე არ ეშვება სხვათა შორის. აი ის დასავლეთი როგორ შეიძლება რომ მოსაწონი და მისაღები იყოს ქვეყნისთვის და ხალხისთვის. აი ერთი კონკრეტული მაგალითი. LGBTQI free zones and they have no place in our union. LGBTQ+ პროპაგანდა, რომელიც ევროპაში ისედაც ძლიერი იყო, კიდევ უფრო მყარდება. 2026-30 წლების ახალი სტრატეგია უკვე მზადაა და ის არასრულწლოვნებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. დოკუმენტის თანახმად გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩევისას აღარც სამედიცინო შეფასებაა საჭირო. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის სტრატეგიით არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც არ აქვს, სქესს თავად აირჩევს. მნიშვნელოვანია განსხვავებული ადამიანების დაცვა. სტრატეგია სწორედ მზარდ სიძულვილს, ონლაინ შევიწროებას და სახიფათო სამუშაო ადგილებს ებრძვის და აძლიერებს LGBTQ+ თემებსა და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ მყარად უნდა დავდგეთ ჩვენს ღირებულებებზე და დავიცვათ LGBTQ+ ადამიანები. ის ფაქტი, რომ ჩვენ ვაორმაგებთ ბიუჯეტს, ჩვენი მხარდაჭერის ნათელი ნიშანია. აი ეს უბინძურესი ადამიანები, ეს გარყვნილი და თახსირი არსებები. რას აკეთებენ დღესაც? მას შემდეგ, რაც მათმა დირექტორმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბატონმა ტრამპმა აშკარად გადაუხვია ამ იდეოლოგიიდან და დაგმოეს და გამოაცხადა, რომ ქალი არის ქალი, კაცი არის კაცი და მორჩა, ბიოლოგიური სქესი ამით ამოიწურებაო. მიუხედავად ამისა, ევროპა და ეს ევროპელი არამზადები, ეს ევროპელი გარყვნილი არსებები, აი ამას ატრიალებენ და ატრიალებენ ამ თემას და ამას გვასაღებენ ისე, რომ ეს არის ადამიანის უფლების დაცვა. ამ დროს ეს არის საზოგადოების გარყვნა, საზოგადოებრივ ცნობიერებაში დომხალისა და ქაოსის შეტანა, ადამიანის მოწყვეტა ღვთაებრივისგან და ადამიანურისგან. ამას აკეთებენ დღემდე და აი ამ იდეოლოგიით რომ მოდის ის დასავლეთი იქნება თუ აღმოსავლეთი რა მნიშვნელობა აქვს, რა ბექგრაუნდის და წარსულიც არ უნდა გქონდეს ამ დასავლეთს. სხვათა შორის რაც აქვს ის ადამიანის უფლების დაცვა, დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ, ყველაფერი ყალბი და ფიქცია. არასოდეს არ ყოფილა დასავლეთში არც ადამიანის უფლება დაცული და არც სიტყვის თავისუფლება და არც დემოკრატია. ეს ყველაფერი არის ყალბი და ფიქცია. და ეს ყველაფერი ვლინდება აი ასეთ სისაძაგლეში, რომელსაც დღესაც პროპაგანდას უწევს დასავლეთი და გვტენის დასავლეთი, რაგი ერთხელ გამოვიყენე ეს სიტყვა, კიდევ გავიმეორებ. აი ამ იდეოლოგიით მომავალი რაღაცა სტრუქტურები. როგორ შეიძლება რომ მისაღები ყოფილიყო ჩვენთვის და რანაირად შეიძლება რომ მათ მიმართ მქონოდა ნდობა და ისინი გამოგვეცხადებინა უმაღლეს რაღაც ღირებულებად და იდეალად და ჭეშმარიტებად და ასე შემდეგ. ეს არ უნდა დაგვეშვა, ეს ჩვენი უმძიმესი შეცდომაა, რომლის გამოსწორება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ახლა რაც შეეხება ამ სიბინძურეების წახალისებას საქართველოში, ამისთვის თანხებია საჭირო, დიდი თანხებია საჭირო და უკვე ვილაპარაკე ამ თანხებზე, მაგრამ ახლა მინდა
მოგასმენინოთ ერთი პატარა მონარიდი უშიშროების ახალი შეფის დინარაძის განცხადებიდან აი თანხები თურმე საიდან და როგორ და რა ქვეყნებიდან და რომელი კუთხიდან და რომელი მიმართულებებიდან შეიძლება შემოვიდეს საქართველოში. ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში და სინამდვილეში დაახლოებით 95-98-99% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს, ყველა თავის როლს ინაწილებს, ზოგი ამ რადიკალიზმის დროს წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ პატარძლის და სიძის ფორმით გვევლინება და ასე შემდეგ აქ არ დავკონკრეტები და ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ თავშოთ კი ბატონო ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი ჩინურ საფრთხეებს და ასე შემდეგ. სად ამერიკა და მისი გადამხდელის ფული, სად ტაილანდი და სად საქართველო. აი წარმოგიდგენიათ ეს ზიგზაგები როგორია ამ ფულის მოძრაობის, მაგრამ მაინც შემოდის ეს ფული, მაინც ახერხებენ თავიანთი ბენზური საქმეების კეთებას ამ თანხით, ამ ფულით და რამდენიც გინდა იმდენი კანონი მიიღე, რამდენიც გინდა იმდენი ბარიერი აღმართე, რამდენიც გინდა იმდენი წინააღმდეგობა გაუწიე, ისინი თავის ბენზურ საქმეს მაინც გააკეთებენ. აქ მთავარი ის კი არ არის კონკრეტულ შემთხვევაში როგორ დაუპირისპირდეთ დასავლეთიდან მომდინარე რაღაც უბედურებას. თანხა იქნება ეს, მეხუთე კოლონა იქნება, აგენტურა იქნება თუ სხვა და სხვა რამ. აქ მთავარია დასავლურ ზრახვებს, დასავლურ მიზნებს და თვითონ დასავლეთს აღუდგეთ წინ. იმიტომ რომ ყველა უბედურება, რაც საქართველოს მოუვიდა ამ 30-35 წლის განმავლობაში, რომელიც გამოიხატა უმძიმეს ფორმებში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ დაშლაში. აი ეს ყველაფერი დასავლეთიდან მოვიდა და ამისი გაცნობიერების დრო თითქოს დამდგარია, თითქოს ხელისუფლება აღიარებს ამას, მაგრამ რაღაც ინერცია მოქმედებს ისეთი, როგორც ფიზიკაში არსებობს ინერციის კანონი, ასევე ეთყობა პოლიტიკასა და ეთყობა კი არა, ნამდვილად არსებობს პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც და აი ეს ინერცია ჯერ მოხსნილი არ არის და ამიტომ გვაქვს საქმე აი ასეთ უბედურებასთან და ახლა მინდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს მისი პირით ვათქმევინო თუ როგორია დღევანდელი დასავლური ევროპული ბიუროკრატია. არაევროპულობით ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა დღეს სამწუხაროდ არაევროპულობით. ამის თავარი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია გარე ძალებისგან არის დღეს სამწუხაროდ მართული, რაც პირდაპირ აისახება ევროპის მდგომარეობას. აბატონო, ესეც მე ვარ, ეს ხომ საქართველოს პრემიერ-მინისტრია ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა არაევროპულობით. ანუ ისინი დაუპირისპირდნენ საკუთარ თავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დაუპირისპირდნენ იმ წარმოდგენებს, რაც ჩვენში არსებობდა ევროპის მიმართ და დასავლეთის მიმართ. იმისი საწინააღმდეგონი არიან. სხვა პოლუსი, მოპირდაპირე პოლუსი. გახდნენ იმისი, რაც ჩვენ წარმოგვედგინა და ახლა თუ მაშინ უნდა გვევლო ევროპის მიმართულებით, როცა ისინი აბსოლუტურად სხვანაირი იყვნენ. დღესაც ევროპისკენ უნდა ვიაროთ, დღესაც მათკენ უნდა გვეჭიროს თვალი, დღესაც მათზე უნდა ვაკეთებდეთ სწორებას, ეს ხომ აბსურდი გამოდის. აღარ არიან ისინი ისეთები, როგორებიც გვეგონა. ან როგორებიც იყვნენ. აღარ არიან, შეიცვალნენ, გაირყვნენ, გათახსირდნენ, გაუბედურდნენ, გადაგვარდნენ და ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი ამ ევროპას, ამ დასავლეთს და გავიხედოთ ირგვლივ.
ვნახოთ რა რეალობაა მსოფლიოში. რა სიტუაციები მოდის მსოფლიოში, როგორია ახალი მსოფლიო წესრიგი, როგორია მრავალპოლუსიანი მსოფლიოს პერსპექტივა და როგორია ახალი საერთაშორისო სამართალი. სად შეიძლება ჩვენი თავი მოვიაზროთ და გაცილებით მეტი დადებითი შედეგი მივიღოთ, ვიდრე ამ დასავლეთისკენ სწრაფით მივიღეთ, უпростоრად მივიღეთ არა დადებითი შედეგი, არამედ მივიღეთ რაც უკვე ვთქვი, გრევა და უბედურება. აი ამ მოჯადოებული წრიდან როგორმე უნდა გამოვიდეთ, ეს არის ამოცანა და ახლა ვიდრე საერთაშორისო საკითხებს შევეხებოდე, მანამდე მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ცნობილი რუბრიკა ფსიქიატრიის რენტგენი. ამ ფსიქიატრიაზე საუბარი, ფსიქიატრიულ პრობლემაზე საუბარი, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, რაც ჩვენს პოლიტიკურ წრეებში არსებობს და რა თქმა უნდა არა მარტო პოლიტიკურ წრეებში. ამაზე საუბარი მე დიდი ხნის წინ დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ნომერ პირველი პრობლემაა. ფსიქიატრიული მდგომარეობა დღევანდელი საქართველოსთვის ნომერ პირველი პრობლემაა, თუმცა არა მარტო საქართველოსთვის. სოფლიოსაც მე მგონი ეს პრობლემა უდგას, მაგრამ ყველა თავის თავზე ტირის და მეც ვტირი ვარ საკუთარ თავზე და საკუთარ ქვეყანაზე, ასე ვთქვათ. და ძალიან გამიხარდა, როდესაც სხვა ტელევიზიებმაც აიტაცეს ეს ჩემი წამოწყება და ეხლა მინდა განახოთ ერთ-ერთი ტელევიზიის ერთი სიუჟეტი. ეხლა გავუშვოთ ერთი ფრაგმენტი, ანუ მე ყოველთვის ვაწვევები, რომ ჩვენ გვებრძიან გიჟები. გიჟები არა გადატანით იმ შემოთ პოეტიური ნატურით დაჯილდოებული რომანტიკული ასე, არამედ ფსიქიატრი რომ დიაგნოზს დაუსვავს ისეთი გიჟები. აი გავუშვით დოიმ შექმნა შექსპირი და არა შექსპირმა ის სამყარო, რომელიც გვამოგზაურებს ძალიან მრავალფეროვან სამყაროში. ახლა ამ სიგიჟეს, რომელიც მოისმინეთ, ოდნავ გადავდებ გვერდზე და გავაგრძელებ იმას, რომ ბატონ შალვა რამიშვილს მინდა ასე ვთქვათ, გამოვეხმაურო, იმით რომ კარგია მან რომ აიტაცა ეს ჩვენი წამოწყება და დაინახა საზოგადოებაში ის პრობლემა, რომელიც არსებობს სიგიჟისა და შიზოფრენიის სახით. რაც შეეხება იმ განცხადებას, ახლა მეტი სიგიჟე და სიშლეგე რა უნდა თქვას კაცმა, ვიდრე ახლა თქვენ მოისმინეთ, რომ დოიმ შექმნა შექსპირი. ვიღაცა ცალტვინა დოი, აი ამათ რომ დაძდევს რუსთაველის პროსპექტზე, დაძდევდა და ახლა სადღაც სხვაგან არის, აი იმან შექმნა შექსპირი. გესმით რაზეა ლაპარაკი? გესმით რა მასშტაბის აცდენასთან გვაქვს საქმე აზროვნებაში, ფსიქიკაში, ცნობიერებაში. ჩვენ და სამწუხაროდ ასია. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი რუბრიკა და კიდევ ერთი ვიდეო მასალა. მარიუპოლი როგორც უკრაინული ქალაქი აზოვის პოლკთან ერთად შეუნარჩუნებია მიხეილ სააკაშვილს. იცოდით ამის შესახებ ვინმე? ხო, ასეა. აი თურმე ერთ-ერთი ქალაქი, რომლის დასახელებასაც სწორად არ ამბობს ეს ქალბატონი, თურმე მიხეილ სააკაშვილს შეუნარჩუნებია, გადაურჩენია და მათ შორის აზოვის ბატალიონი, რომელიც პირწმინდად განადგურებულია უკვე თურმე სააკაშვილის გადარჩენილია. აი ასეთი ისტორიკოსები გვყავს ჩვენ და ერთ-ერთი მათგანი მინდა კიდევ წარმოგიდგინოთ. ევროპა მე არ ამირჩევია. ხარნავაზმა, მირიანმა, დავითმა, ერეკლემ, რომელსაც სულ საპირისპიროდ ათრევენ, ვისაც არ ეზარება. გვახეცით ისტორიკოსი ვარ, თანაც ხელნაწერებთან მომუშავე ისტორიკოსი, ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ევროპაა ჩვენი ბუნებრივი კარდიოგრამა, ჩვენი გენეტიკური კოდი. შენი ბუნებრივი კარდიოგრამა და გენეტიკური კოდი არის შიზოფრენია. სხვა არაფერი არ არის ის, რასაც შენ ლაპარაკობ და ტყუილად ნუეფარები ისტორიას და ისტორიკოსობას. ისტორიკოსობა სხვა რამეა. კიდევ ერთი ვიდეო მასალა. ანუ ესე იგი სუნი აგდისო და მაინც დაიბანეო და ნორმალურად ჩაიცვიო, რას გიგავს თმაო და რას სუნი აგდისო. აი ეგეთი სიტყვები იყო პოლიციის მხრიდან.
არ ვიცი ახლა მე ტელეეკრანიდან ვერ ვგრძნობ ამ სუნს და რა კი ასე გითხრეს, ალბათ რაღაცაშია საქმე და უნდა გამოასწოროთ ეს მდგომარეობა. კიდევ ერთი ვიდეო მასალა, სადაც აი უკრაინიზაციის მცდელობაზეა ლაპარაკი, სულ პატარა ვიდეო მასალა არის, მაგრამ მივხვდებით შინაარსს. პარლამენტის წინ არ არის აუცილებელი მოხდეს რევოლუცია მაიდანზე მოხდა ეგრე თავისუფლების მოედანზე მოხდა უკრაინაში და აი ასე ის რაც უკრაინაში მოხდა ის უნდა გადმოიტანონ ეს ჯერ კიდევ არა აქვთ მათ დღის წესრიგიდან მოხსნილი თუმცა რეალურად ამას ვეღარ მოახერხებენ ჩვენ და საბედნიეროდ ჩვენ რა თქმა უნდა ასე უნდა ვიფიქროთ მაგრამ მათ დღის წესრიგიდან ეს საკითხი არა აქვთ მოხსნილი და ამიტომ აი ამ მაიდანთან ასოციაცია მაიდნის მოვლენებთან ასოციაცია ამ ტიპების ცოტა რომ ვერ არიან კარგად ამ თავში იმიტომ იხარშება იმიტომ წიფდება ასე რომ აი ის პროგრამა მუშაობს საქართველოს უკრაინიზაციის პრობლემა დიახაი კიდევ ერთი მასალა გილოცავ ყველას ვინც იბრძვის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ყველას ვინც გულშემატკივრობს საქართველოს დამოუკიდებლობას ყველას გილოცავთ ზია ამაღლობელის მიერ სახაროვის ჯილდოს მიღებას ძალიან მაგარი ამბავია მთლიანად საქართველოსთვის თქვენ გესმით რა ხდება ევროპაში ევროპა რაღაცა პრემიას, სახაროვის პრემიას, ეს ადამიანის უფლების დაცვის ნაწილშია, ჯერ იმ სახაროვის რა ვთქვი, მე იმ პრემიის დამწესებლის და მე იმისი, ვისაც ეს პრემია მიანიჭეს, მაგრამ ხომ მოიქცნენ ასე, ხომ გააკეთეს ასე. ადამიანის უფლების დაცვის პრემია მიანიჭეს ადამიანს, რომელიც თავს დაესხა პოლიციას, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას და ამითი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს და საკუთარ ხალხს. აი როგორია დასავლეთის პოზიცია. დასავლეთის პოზიცია ჩვენთან რაღაც რევერანსებს არ ითვალისწინებს, აი პირდაპირ ჯიქურ გვებრძვიან, სულში გვაფურთხებენ, იმითი რასაც აკეთებენ, აი ამგვარი ჟესტებით. კიდევ ერთი ვიდეო მასალა. მე ვფიქრობ, რომ აი ეხლა ეს არის გადამწყვეტი მომენტი ჩვენი ამდენი ხნის ბრძოლისა, რომ ჩვენ აი ეს მონაკვეთი 300 მეტრიანი მონაკვეთი მაინც შევინარჩუნოთ, თავისუფალ ხალხს შეუნარჩუნოთ და იმ მონაკვეთიდან უნდა გაიზარდოს მთელი საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ანაფორას რომ ჩაიცნო და წვერს რომ მოუშვებ. აი ამის შემდეგ უნდა ილოცო. უნდა შესთხოვო ღმერთს, უზენაეს, უფალს, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები, პიროვნებებისთვის, ადამიანებისთვის სასიკეთო საქმეები და არ უნდა გაერიო იმ სიბინძურეში, რასაც ჯერ ერთი პოლიტიკა ქვია, მაგრამ პოლიტიკას თავი დაანებე სახელმწიფო გადატრიალებაში და მთელი უბედურებაში, რასაც ქვია უცხო ქვეყნებიდან შემოგზავნილი აგენტურის პარპაში ქვეყანაში. ამაში არ უნდა გაერიოს წესიერი და ზნეკეთილი კაცი და ღმერთის მოყვარული და ღმერთის მოშიში კაცი, მაგრამ ეს კაცი ასე იქცევა და ამბობს, აი მას შემდეგ რაც ჩაფლავდა ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაინც ეს რუსთაველი უნდა შევინარჩუნოთ. რუსთაველი შეინარჩუნოთ რა, ბაბუამ დაგიტოვა ანდერძით? რას ქვია რუსთაველი შეინარჩუნოთ? 30 კაცი რომ შეიკრიბებით იქ და რუსთაველის პროსპექტის გადაკეთვას რომ ცდილობდა კეტავთ კიდეც, გაძლევდნენ ამის უფლებას რატომღაც აქამდე. აი ეს უნდა შეინარჩუნოთ? ასე უნდა იცხოვროთ მომავალშიც, რომ იქ ვერ გაიაროს ადამიანმა? რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმწაროთ და გზა გაუგრძელოთ სახლისკენ მიმავალი ან საქმისკენ მიმავალი, რომ ოპერატიულ მანქანებს გადაადგილების საშუალება არ ქონდეთ, სახანძრო იქნება ეს პოლიცია იქნება თუ სასწრაფო დახმარება იქნება, ამას მოუწოდებ, აქეთკენ მოუწოდებ მოდელი საზოგადოებას და რატომ რისთვის, რომ ასე მოიქცეთ?
რამდენიმე ათეული რადიკალის პროტესტის 329 დღეს რუსთაველის გამზირი ვეღარ გადაიკეტა. აქციაზე, სადაც ხალხი უკვე დიდი ხანია აღარ დადის, გამქრალია შინაარსი და ყოველდღიურად შეკრებილი რამდენიმე ადამიანის მთავარ მიზანს გზის გადაკეტვა წარმოადგენს. ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ლიგა ბასილაია შავგულიძეც, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ემუქრებოდა. ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომობილზე ავიდა. თამარ ლორთქიფანიძე გუშინვე ტაქსის მძღოლის მანქანიდან ძალით გადმოყვანასაც ცდილობდა, რითაც სავარაუდოდ საავტომობილო მოძრაობის შეფერხებას გეგმავდა. აქციის მონაწილეებს კანონდარღვევით გზის გადაკეტვისა და პროვოკაციებისკენ ოპოზიციური პარტიების და NGO სექტორის წარმომადგენლები აქეზებენ. თავად კი ადგილზე მისვლისგან თავს იკავებენ ან პროცესს უსაფრთხო ლოკაციიდან ადევნებენ თვალს და დირექტივებს ტროტუარიდან გასცემენ. თქვენი ტელეფონის ნომერი მომწერეთ, რომ ადვოკატმა დაგირეკოთ. არცემენ გამორიცხულია და რამდენიმე დღე იქნება საპატიმროში. ძალიან ყველანაირი თქვენ შულს არავინ არ გალახავს, მე გაძლებთ ამის პირობას და რამდენიმე დღეში გარეთ გამოვა. ეხლა ადვოკატი დაგირეკა. აი ამისთვის უნდა შეინარჩუნოთ რუსთაველი, რომ ეს ვითარება შექმნათ და ეს გააგრძელოთ. ან იმისთვის, რაც თქვენ უკვე ნახეთ ნაწილობრივ, მაგრამ ახლა უფრო კარგი რაკურსით გიჩვენებთ. აი ამისთვის ვინ არიან თქვენი იდეოლოგები, რას გეუბნებიან ისინი, ან რა შეფასებას აძლევენ ისინი ყველაფერ ამას. აი ამ ჟურნალისტების, ამ იდეოლოგების, ამ ხელისშემწყობი ხალხის შესანარჩუნებლად უნდა შეინარჩუნოთ რუსთაველის პროსპექტი. გადატრიალება კაცო, ეს იყო ჩვეულებრივ საბავშვო ბაღი რა, ღობე. ზომოთ ეხა ღობე, ვინ გახერხა, არ მესმის. სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ მათი პირიდან ამოვიდა ეს სიტყვები, ხა ყველა ვნახეთ ეთერში, რომ წავედით ეხა ორბელიანების სასახლეში, აი რა უნდათ ორბელიანების სასახლეში. ვინმე ამიხსნას, სულ რო გაეღოთ იქ ჭიშკარი და შეეშვათ ეს ხალხი, რა უნდა ეკეთებინათ ორბელიანის სასახლეში. ეს გამართლების მცდელობა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე პერსონაჟების. ახლა ფსიქიატრიის რენტგენში ერთი გამოცანას უნდა შემოგთავაზოთ. როგორ ფიქრობთ, ეს ქალი უფრო ჭკვიანია თუ მისი ქმარი აკუბარდია, რომელიც წლების განმავლობაში თქვენ თვალწინ ტრიალებს? გოგი დაუჭერიათ. ჩახუნაშვილი. და ვინა ეს გოგი ჩახუნაშვილი, კი არ ვიცი. აი ეს ცოლ-ქმარი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში რაღაც საწამლავით ცდილობს ქართული ცნობიერების მოწამვლას. ესენი რას მოწამლავდნენ, მაგრამ როდესაც ისინი რაღაცის უფრო დიდის ნაწილი არიან, მაშინ რა თქმა უნდა თავიანთი წვლილი შეაქვთ იმ უბედურებაში, რასაც ქართული ცნობიერების გამრუდება და გაუკუღმართება ქვია. ამათ შემდეგ არ მეგონა თუ ვინმე შეძლებდა ამაზე წინ დამდგარიყო, მაგრამ აი მათი კოჰორტის ერთ-ერთი წარმომადგენელი. არიან ჩვეულებრივი პუტინის მონები საქართველოში, რომლებიც აქ აკეთებენ პატარა საპუტინეთ. როგორი სიტყვა თქვა? აი ხომ მოგწონდეს. აი თურმე რას აკეთებენ ეს პუტინის მონები საქართველოში, უნდა შექმნან პატარა საპუტინეთი. ხომ არის ჟურნალისტური აზროვნების ერთ-ერთი მინაღწევარი. რას იმსახურებს აი ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, თუ ეს დასავლეთის ხროვა, თუ ეს დასავლეთის აგენტურა, თუ რაც გნებავთ ის დაარქვით. რას იმსახურებს? თვითონვე მისცენ შეფასება ყველაფერ ამას. ან გაერთიანდით, ან დამწკრივდით, რა ქვია, კალაძემ რო ის ადგილი შეარჩია მთაწმინდაზე. ან გაერთიანდით, სხვაგვარად ჩვენ ვერ მოვიდნენ. ეს მათი შეფასებაა, ჩემი შეფასება არ არის, მაგრამ რეალურად, რა თქმა უნდა, ამას იმსახურებენ. აი აქ დავამთავროთ ამ შიზოფრენიაზე საუბარი. ამით დავხუროთ ეს რუბრიკა და
გადავინაცვლოთ საერთაშორისო საკითხებისკენ. უკრაინის კრიზისი დაიძლევა თუ არა იგი? შეძლებს თუ არა ტრამპი იმის გაკეთებას, რასაც ახმოვანებს ხოლმე, რომ ეს ომი უნდა დავასრულო, ეს ომი უნდა შევაჭრო. შეძლებს თუ არა ამას? ძალიან ძნელია წარმოდგენა იმისა, რომ ის ამას შეძლებს, იმიტომ რომ გზები, მეთოდები, საშუალებები, რითაც ის ფიქრობს, რომ ამას მიაღწიოს, არ არის რეალობასთან თანხვედრაში. ის აცდენილია რაღაცნაირად იმის გაგებას თუ რასთან აქვს საქმე. რა რეალობაა მსოფლიოში შექმნილი და მათ შორის უკრაინაში. უკრაინის ლიდერი, დღევანდელი ვადაგასული, ყავგასული და მოძალადე ლიდერი ზელენსკი ისევ იმ პირველ ჩვენებას აწვება, რომ უნდა იყოს რუსეთზე ზეწოლა. ეს არის ერთადერთი გზა ხსნისა და ომის შეჩერების ერთადერთი მექანიზმი. ეს გადაწყვეტილება სანქციების მე-19 პაკეტთან დაკავშირებით ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა. ეს ასევე ემთხვევა პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკასთან დაკავშირებით. ესეც ის სანქციების პაკეტია, რომელსაც ველოდით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. სრულად გეთანხმებით, რუსეთი არ აჩვენებს არანაირ სურვილს, რომ ეს ომი შეწყვიტოს. ისინი კვლავ გვიტევენ. ხედავთ საბავშვო ბაღებზე, სკოლებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს. ჩვენ არა მხოლოდ თავი უნდა დავიცვათ, არამედ ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად პუტინზე ზეწოლით იგი უნდა ვაიძულოთ შეწყვიტოს ეს ომი. ზეწოლა ნიშნავს სანქციების პაკეტებს, შორ მანძილზე მოქმედ საჰაერო თავდაცვას და რა თქმა უნდა ფინანსურ მხარდაჭერას, რაზეც დღეს ერთად ვისაუბრებთ. ერთად, სწორედ ეს არის მთავარი. ამ კაცმა უკრაინა და უკრაინელები დაღუპა. მილიონობით უკრაინელი ჩააწვინა მიწაში. უკრაინა გაანახევრა როგორც მოსახლეობის თვალსაზრისით, ასევე ტერიტორიების თვალსაზრისით და რაც შეეხება უკრაინულ მრეწველობას, უკრაინულ ინფრასტრუქტურას, ეს პირწმინდად მოსპო და გაანადგურა. აი ამ კაცმა გააკეთა ეს. უпроსტოდ ამ კაცს გააკეთებინეს, ამ კაცის ხელით გააკეთა დასავლეთმა. დასავლეთმა რაც შეიფიქრა 2008 წელს საქართველოში და ჩვენს გიჟს სააკაშვილს რაც გააკეთებინა, ის მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მას ისეთი გაგრძელება არ მიეცა, როგორც დასავლეთს სჭირდებოდა, ამიტომ გაცილებით უფრო დიდი ევროპული სახელმწიფო უკრაინა იქნა შერჩეული ამისთვის და აი ამ კაცის ხელით, ზელენსკის ხელით უკრაინა დამარხეს, გაასწორეს მიწასთან. და აი ეს კაცი ეს არ ამზადა ახლა იმის ნაცვლად, რომ ახლა მაინც გამოსავალს ეძებდეს ომის შეჩერების, სისხლის ზღვის შეჩერების, ცრემლის შეჩერების და რაღაცა უკრაინელი ხალხის ამოსუნთქვის საშუალებას ეძებდეს, ამის ნაცვლად დაეძებს ფრთოსან რაკეტებს, ტომაჰავკებს, ამერიკულ რაკეტებს, მათზე წვდომას, ცდილობს რომ ეს რაკეტები მიიღოს და რუსეთს შეუტიოს, რათა რა საბოლოოდ აღიგავოს პირისაგან სახელმწიფო, რომელსაც ოდესღაც უკრაინა ერქვა. სხვა შედეგი ხომ არ დადგება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სხვა შედეგი დადგება, ის პოლიტიკური თვალსაზრისით არის ბეცი. არ შეიძლება სხვა შედეგი დადგეს. ამიტომ ეს კაცი არის მოღალატე და გამანადგურებელი უკრაინელი ხალხისა და უკრაინული სახელმწიფოსი. სამწუხაროდ ასეა. ახლა ამ ტომაჰავკებთან დაკავშირებით ტრამპი, რომელსაც რამდენიმე პარასკევი აქვს კვირაში, ერთი პერიოდი ამბობდა, რომ ამ ტომაჰავკებს გადასცემდა უკრაინას, უკრაინულ არმიას და იმის უფლებასაც მისცემდა, რომ შორი რადიუსის მოქმედების რაკეტებით შეეტია რუსეთისთვის. მაგრამ შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამო ალბათ პუტინმა მას ისეთი რამე უთხრა, რომ მან ეს გადაიფიქრა და თქვა, რომ არა, ამას აღარ გავაკეთებ. ტომაჰავკებს უკრაინა ვერ მიიღებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების თაობაზე რუსეთის პირობები მიიღოს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვლადიმერ პუტინი უკრაინას განადგურებით დაემუქრა. როგორც გამოცემა წერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის ფრონტის ხაზის რუკები გვერდზე გადადო. მოითხოვა, რომ ზელენსკის მთელი დონბასის რეგიონი პუტინისთვის ჩაებარებინა და რუსეთის ლიდერის მიერ ერთი დღით ადრე სატელეფონო საუბრისას წამოჭრილი საკითხები არაერთხელ გაემეორებია. ამასთან სტატიის მიხედვით ზელენსკი და მისი გუნდი თეთრ სახლში იმ იმედით მივიდნენ, რომ ტრამპს დაარწმუნებდნენ მათთვის შორმანძილზე მოქმედი ტომაჰავკის ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიეწოდებინა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საბოლოოდ ამაზე უარი თქვა. ასეთი არის ამ ეტაპისთვის ტრამპის პოზიცია. თუმცა, როგორც გითხარით, მისი პოზიციები ძალიან ჩქარა იცვლება და ხანდახან ვერც გაიგებ, რაზეა დამოკიდებული მისი ესა თუ ის პოზიცია, მაგრამ აი ეს პოზიცია, რომელიც ახლა დაიკავა მან, როდესაც ზელენსკის მიერ ჩატანილი რუკები გვერდზე გადადო და ზელენსკის მოთხოვა, რომ შენ ეს პირობა რუსეთისა უნდა დააკმაყოფილო, თორემ სხვა გამოსავალი არ გაქვსო. ეს ალბათ განპირობებული იყო იმ ნათქვამებით და იმ განცხადებებით, რომელიც რუსეთიდან მოდიოდა მისი პირველი პირისგან. აი მაგალითად რა აქვს ნათქვამი ვლადიმერ პუტინს. Соединенные Штаты, руководство Соединенных Штатов в целом настроено иметь с нами определенные отношения, но по тем вопросам, которые представляют интерес для самих Соединенных Штатов и на их условиях. Мы, хоть они думают, что мы такие же, как они, но мы другие люди. У нас другой генетический и культурно-нравственный код. Но мы умеем отстаивать свои собственные интересы. И мы будем с ними работать. Но в тех областях, в которых мы сами заинтересованы. И на тех условиях, которые мы считаем выгодными для себя. И им придется с этим считаться. Им придется с этим считаться, несмотря на все попытки остановить наше развитие. Несмотря на санкции, оскорбления. Им придется с этим считаться. მათ მოუწევთ ანგარიშის გაწევა. ამერიკელებზეა საუბარი. დიახ, მათ მოუწევთ ანგარიშის გაწევა. სხვანაირად ვერ იქნება, სხვანაირად გამორიცხულია რომ იყოს, ამას ისე ჰაერში კი არ გეუბნებით, არამედ გეუბნებით ძალთა თანაფარდობის გათვალისწინებით. იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს. ამერიკულ დღევანდელ establishments არ გააჩნია ის შესაძლებლობა, რომ მათ მიერ დეკლარირებული და გაცხადებული პოზიცია ბრძოლის ველზე დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში, ეს რომ შეასრულონ ამისი რესურსი მათ არ გააჩნიათ. ხოლო რუსეთს გააჩნია იმისი რესურსი, რომ საკუთარი თავი დაიცვას, საკუთარი პოზიციები დაიცვას და როგორც პუტინმა თქვა, მიაღწიონ იმას, რომ ამერიკელებმა მათ ანგარიში გაუწიონ. ეს არის ერთადერთი ობიექტური რეალობა, რომელიც დღეს არსებობს. და ისევ პუტინი. В последнем телефонном разговоре и сама встреча, и место ее проведения были предложены американской стороной. И я согласился с этим, но выразил соображения в этой связи и сказал о том, что, безусловно, такие встречи нужно хорошо готовить, и для меня, и для американского президента было бы ошибкой подойти к этому легко и выйти после этой встречи без ожидаемого результата. Надо сказать, что президент США с этим согласился, полностью согласился. ასეთი იყო ეს ვითარება, რამდენიმე დღის წინ შედგა სატელეფონო საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის და ამ საუბრის დროს ითქვა, როგორც ჩანს რუსეთის ხელმძღვანელის მხრიდან ისეთი რამ, რამაც
ტრამპს გადააფიქრებინა ტომაჰავკების გადაცემა უკრაინისთვის და გარდა ამისა, არათუ ეს გადაიფიქრა, არამედ მან ითხოვა შეხვედრა, პირისპირ შეხვედრა უკვე პუტინთან და ადგილიც მოინიშნა უნგრეთი, რომელიც მისაღები იყო ორივე მხარისთვის. მაგრამ შემდეგ, როგორც გითხარით, ტრამპის რამდენიმე პარასკევის არსებობის გამო კვირაში ეს ვითარება შეიცვალა და არა მარტო იმ რამდენიმე პარასკევის გამო, არამედ იმის გამო, რომ მას ირგვლივ ახვევია მრჩეველთა ისეთი გუნდი და არმია, რომლებიც სხვა რამეს კარნახობენ ხოლმე, არა იმ ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ტრამპს აქვს დასახული, არამედ იმისი საპირისპირო ინტერესებიდან, ეგრეთ წოდებული deep state-ის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ და სამწუხაროდ ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ. ერთი სიტყვით ეს დათქმული შეხვედრა ტრამპმა გადათქვა. არ მინდა უსარგებლო შეხვედრის გამართვა, არც დროის ფუჭად კარგვა, ამიტომ ვნახავ რა მოხდება. ზოგადად უამრავი სამშვიდობოში თანხმება გაგვიფორმებია, ეს ერთი დარჩა. უთხარი მათ, რომ უკან დაიხიონ და სახლებში წავიდნენ, დაისვენონ, რადგან ორი ქვეყანა ყოველკვირეულად 5,000-დან 7,000-მდე ჯარისკაცს კარგავს. ვნახოთ რა მოხდება. გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მომდევნო 2 დღის განმავლობაში შეგატყობინებთ თუ რას გავაკეთებთ, ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ტრამპი აცხადებს, რომ არ მსურს დროის დაკარგვა, უმიზნოდო, თუმცა ეს წინადადეს სატელეფონო საუბრისას, როდესაც შეთანხმდა პუტინთან, მაშინაც უნდა ცოდნოდა თუ ეს უაზრობა იქნებოდა, მაგრამ მას ურჩიეს, რომ ეს არ გააკეთონ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს ძალიან დიდი ძალა, ევროპაშიც მოქმედებს ძალიან დიდი ძალა, რომელიც წინააღმდეგია ამ ომის შეჩერებისა, იმიტომ რომ ეს ომი სხვა მიზნებსაც ემსახურება და მათ შორის ერთ-ერთი მათი მიზანი ამ მოწინააღმდეგე ძალებისა არის კორუფციული მიზანი. ომი ყოველთვის არის დიდი ფულის შოვნის საშუალება და მეთოდი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ტრილიონიანი სამხედრო ბიუჯეტი არსებობს. ამიტომ ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. ტრამპმა იმდენად გადათქვა მისი დამოკიდებულება რუსეთთან და მის პრეზიდენტთან, რომ არათუ ეს შეხვედრა გააუქმა, ანუ გადადო გაურკვეველი ვადით, არამედ სანქციების ახალი ტალღაც გამოუშვა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმის გათვალისწინებით, რასაც ვაკეთებთ. უზარმაზარი სანქციები დავაწესეთ და იმედი გვაქვს, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. სანქციები მიმართულია ორი დიდი ნავთობ კომპანიის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, ომი შეწყდება. რაკეტების საკითხს განვიხილავ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი არ იქნება. სანქციებს გავლენა ნამდვილად ექნება. ესაა მასშტაბური სანქციები ნავთობზე. მსოფლიოში ორ უდიდეს რუსულ ნავთობ კომპანიაზე. აი უცებ როგორ შეტრიალდა ყველაფერი და თითქოს მორიგებისკენ, გარიგებისკენ, რაღაცა დათმობისკენ მიმავალი გზა ერთბაშად შეიცვალა გზით, რომელიც არის კონფრონტაციის აღმავლობის გზა, კონფრონტაციის გაღრმავების გზა და დაპირისპირების უფრო მეტი ესკალაციის გზა. სამწუხაროდ ასე მოხდა და მე უკვე ვთქვი თუ რატომ ხდება ეს ასე, იმიტომ რომ ტრამპის ირგვლივ მოქმედებს ძალიან დიდი ბნელი, შავბნელი ძალა, რომელსაც ქვია deep state. აი მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი ბატონი რუტე თუ რას ეუბნება ტრამპს. პრეზიდენტი ამ სანქციებით ზეწოლას აძლიერებს, რა თქმა უნდა, რუსეთზე. პრეზიდენტმა პოზიცია შეიცვალა, რათა პუტინმა გაიგოს, რა სურს ტრამპს. მას კი სურს, რომ პირველი ნაბიჯი ამ შაბათ-კვირას ცეცხლის სრულად შეწყვეტა იყოს იქ, სადაც ახლა ფრონტის ხაზი გადის. პუტინმა უნდა მიიღოს ეს და დათანხმდეს მოლაპარაკებას. სწორედ ეს გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და ზეწოლა გაზარდა. აი ამ ადამიანისგან შესაძლებელია რამე გონივრულს ან სიკეთისკენ მიმართულს და მომართულს მოველოდეს ადამიანი. არა, ეს გამორიცხულია, ეს არის ბოროტების განსახიერება, ბოროტი ძალის მოციქული. აი კიდევ ერთი განცხადება. რუსეთის ეკონომიკა რთულ მდგომარეობაშია. ვიცით, რომ ამჟამად მთელ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგებია. ვიცით ისიც, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვა ევროპელი ლიდერები გააქტიურდნენ ჩრდილოვან ფლოტთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ვხედავთ ამერიკის პრეზიდენტის ზეწოლას ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე, რათა მათ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტონ. ამ ყველაფერს გავლენა აქვს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მდგრადი ზეწოლის შემთხვევაში შევძლებთ პუტინის დასმას მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს.
თქვენ ნახეთ რა მოხდა ალასკაში, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ინდოეთისთვის რუსული ნავთობის შესყიდვის გამო მეორეული სანქციების დაწესება გადაწყვიტა. გასულ კვირას მოვისმინეთ, რომ ამერიკის პრეზიდენტი უკრაინისთვის ტომაჰავკების გაგზავნაზე ფიქრობს. ამრიგად ჩვენ შეგვიძლია პუტინის გათვლები შევცვალოთ. ეს კაცი ფიქრობს მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ იმ ნაბიჯს შემხედრი ნაბიჯი რა მოყვება, ამას არ ფიქრობს. ვერ ფიქრობს ამდენს. და მით უმეტეს ვერ ფიქრობს იმას, თუ რა საბოლოო შედეგი უნდა დადგეს აი ამ ესკალაციით, ამ გამწვავებით და გართულებით. ეს ხომ სოფლიო ომისკენ, ახალი გლობალური დაპირისპირებისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა. მაგრამ მათ ურჩევნიათ, რომ თავიანთი პოზიციები როგორმე სადღეისოდ გაიმაგრონ, სადღეისოდ რაღაცა კონკრეტულ პირად მიზანდასახულობას მიაღწიონ და აბსოლუტურად არ ადარდებთ თუნდაც მსოფლიოს ბედი. თუმცა რა თქმა უნდა, იმავე მსოფლიოს ნაწილი არიან თვითონ და ნაწილს შეადგენენ. აი ასეთი არის უგუნურების მასშტაბი დღევანდელ დასავლეთში და ეს მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხდება, ევროპაში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა ევროპაში. აი იგივე ევროპა რას აკეთებს რუსეთთან სანქციების დაწესების მიმართულებით. პირველი გზავნილი ასეთია. მიუხედავად დიდი მოლოდინისა, რომელიც პრეზიდენტი ტრამპის ინიციატივებმა შექმნა, დღეს ნათელია, რომ სამწუხაროდ ეს ინიციატივები პრეზიდენტ პუტინის კეთილნებას არ შეესაბამება. რუსეთი აძლიერებს იერიშებს, აძლიერებს თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე და სამოქალაქო ობიექტებზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თქვენი ბრძოლის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. დღეს დილით უკვე დავამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს ეგრეთ წოდებულ ჩრდილოვან ფლოტს. რუსეთის საბანკო და ენერგეტიკულ სექტორებს. და დღეს ამ ევროპულ საბჭოზე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რათა უკრაინის ფინანსური საჭიროებები დავაკმაყოფილოთ 2026 და 2027 წლებისთვის. მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვისთვის. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი რუსეთისთვის. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ რაც არ უნდა დაგვიჯდეს, უკრაინას მხარს დავუჭერთ. ეს კაცი ევროსაბჭოს პრეზიდენტი გახლავთ. და აი ასე მსჯელობს. რაც არ უნდა დაგვიჯდეს, უკრაინას მხარს დაუჭერთ. თქვენ მოისმინეთ მისი ბოლო სიტყვები. რაც არ უნდა დაგვიჯდეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერზე წამსვლელები ვართ. ოღონდ უკრაინას დაუჭიროთ მხარი კი არა, ამ შემთხვევაში უკრაინა მათ ბოდიში და ფეხებზე კიდიათ. საკუთარ აი ამ პოზიციას დაუჭირო მხარი, რუსოფობიას, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ცდუნებას, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე დაამარცხებენ, ან ცდუნებას, რომ რუსეთს დააჩოქებენ, ან ცდუნებას, რომ რუსეთს დაშლიან და მთელი ის სიმდიდრე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს, მათი საპარპაშო გახდება. აი ამ ცდუნებას ვერ ძლევენ და ამიტომ აცხადებს კაცი, რომ ჩვენ რაც არ უნდა დაგვიჯდეს, უკრაინას დაუჭერთ მხარს. ამ რაც არ უნდა დაგვიჯდესში შედის, რა თქმა უნდა, გლობალური დაპირისპირებაც. ასეთია ევროპული სირეგვნე. ასეთია ევროპული დაცემა, რომელსაც ჩვენ ყველანი, ჩვენ და სამწუხაროდ ერთად ვხედავთ. ახლა პასუხები ხო არსებობს ამაზე, არა? როგორია თქვა პუტინის пасуხი, თუნდაც იგივე თქვა ტრამპის მიერ შეხვედრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას. Сейчас я вижу, я знаком с этим заявлением, президент США решил отменить или перенести эту встречу. Скорее он говорит о переносе этой встречи. Что можно сказать? Всегда диалог всегда лучше, чем какая-то конфронтация, чем какие-то споры или тем более война. რა თქმა უნდა, დაპირისპირებას, დავას, კამას და მით უმეტეს ომს ჯობია შეხვედრა, ჯობია ლაპარაკი, დიალოგი, დიპლომატია და ასე შემდეგ. რუსეთი მომართულია ამისკენ და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რუსეთს არ უთხოვია შეხვედრა, ამერიკულმა მხარემ ითხოვა, ტრამპმა ითხოვა. მეორე დღესვე ტრამპი აიძულეს და თვითონაც მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს შეხვედრა გაეუქმებინა, ანუ წასულიყო რუსეთთან სანქციების დაწესების გზით და ვითარების გაუარესების გზით. შედეგზე იფიქრა თუ არა, ვერ გეტყვით. პუტინმა ამ სანქციებსაც, რა თქმა უნდა, გასცა პასუხი. Во-первых,
ничего нового здесь нет. Да, они для нас носят серьезный, конечно, характер, это понятно, и будут иметь определенные последствия, но существенно все-таки не скажутся на нашем экономическом самочувствии. Ну, в первую свою итерацию президентскую известно, что президент Трамп ввел тогда самое большое количество санкций, которые до тех пор вводились против Российской Федерации. Они на сегодняшний день имеют, конечно, два аспекта, и чисто политический, и экономический. Что касается политического, о чем здесь идет речь? Это, конечно, попытка оказать давление на Россию. Но ни одна уважающая себя страна и ни один уважающий себя народ никогда ничего не решает под давлением. И, безусловно, Россия имеет такую привилегию чувствовать себя и считать себя в этом списке уважающих себя стран и народов. რა თქმა უნდა, რუსეთი ზეწოლით არაფერს არ გააკეთებს, მას აქვს იმის რესურსი, რომ ნებისმიერ ზეწოლას გაუძლოს. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც სანქციები შეაშინებ, რუსული ეკონომიკა არ არის ის ეკონომიკა, რომელსაც სანქციები ჩამოანგრევ. ეს ვერაფრით ვერ გაითვალისწინა, ვერ გაიაზრა, ვერ ჩაწვდა ამას დასავლეთი და აკეთებენ იმას, რაც თვითონვე მიუბრუნდებათ ბუმერანგის ეფექტით. დღეს მსოფლიო ეკონომიკა ისეა მოწყობილი და ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ ერთი მათ შორის ლაპარაკია დიდ ქვეყნებზე, რა თქმა უნდა, ხა პატარა ქვეყნის ეკონომიკას დაანგრევ, მაგრამ დიდი სახელმწიფოების ეკონომიკის დაანგრევა ისე რომ ბუმერანგის ეფექტით არ მოგიბრუნდეს, ეგ საწადელი, ეგ ჩანაფიქრი ბუნებაში არ არსებობს. ასეთი რამ არ ხდება. ამიტომ ეს გზა არის გზა არსაით, ანუ ეს არის გზა ჩიხისკენ და ბოლოს და ბოლოს საით მიდის ის გზა, რომელსაც ქვია შორი რადიუსის რაკეტებით უკრაინის არმიის შეიარაღება და ეს ჩანაფიქრი, რომ რუსეთს უკრაინიდან შეუტევენ და ამითი რუსეთის პოზიციებს გაართულებენ. Попытка эскалации, но если таким оружием будут наноситься удары по российской территории, ответ будет очень серьезным, если не сказать ошеломляющим. Пусть они об этом подумают. Все хорошо. არ ამგონი ამ ნათქვამის გამო ისინი დაფიქრდნენ, ჩაფიქრდნენ და რამე რეალისტური გადაწყვეტილება მიიღონ. ამ ნათქვამის გამო ალბათ არა. მაგრამ იმ ნანახის გამო, რომელიც გუშინ წინ მათ ნახეს. რუსული ბირთვული ტრიადის წვრთნა. აი ამ ნანახის გამო მაინც უნდა შეიკავონ თავი. Добрый день, уважаемые товарищи. Давайте начнем работать. Перед тем, как начать работать, Владимир Путин снял часы. От этой тренировки ничего не должно отвлекать. В ней участвуют стратегические ядерные силы сдерживания. Сразу наземная, морская и авиационная составляющие, та самая триада. Разрешите, начальник генерального штаба, генерал армии Герасимов Валерий Васильевич доложит замысел проведения тренировки. На тренировке предлагается отработать порядок действий по санкционированию применения ядерного оружия. Практические действия будут осуществлять подвижный грунтовый ракетный комплекс «Ярс» с государственного испытательного космодрома Плесецк, ракетная подводная лодка стратегического назначения Северного флота «Брянск» из акватории Баренцева моря, стратегические ракетоносцы Ту-95МС с аэродрома Украинка. Кадры Ту-95МС этой тренировки самые загадочные. Видно, ракетоносец готовят к взлету, катят к нему ракету, скрытую от посторонних глаз. Потом взлет, где он произошел, не сообщают, только несколько кадров из кабины пилотов. Зато есть впечатляющие кадры из Баренцева моря и изнутри атомного ракетного подводного крейсера стратегического назначения «Брянск». Боевая тревога, ракетная атака. Есть боевая тревога, ракетная атака. Глубина старта 70 метров.
Не спугнув местных чаек, за облака ушла баллистическая ракета «Синева». На каком полигоне расплескалась, тоже не сообщили, зато показали подробно кадры осуществления пуска, что на Западе уже заметили. Рейтерс увидел в этом напоминание: у России крупнейший ядерный арсенал, а между Востоком и Западом напряженный период. Newsweek напомнил, что ракеты эти способны долететь до США. BBC увидела способ Москвы послать предупреждение. Вот для таких тревожных Владимир Путин отдельно отметил: иногда тренировка – это просто тренировка. Здесь все идет по плану. С момента, как от транспорта пускового контейнера отлетает защитный колпак, до начала пуска межконтинентальной баллистической ракеты всего 20 секунд. Внимание, расчет. Получен приказ. Есть приказ. Пуск. Даже на тренировке комплекс Ярдс производит неизгладимое впечатление. ეს არის პასუხი დასავლეთის საქციელზე, დასავლეთის უგუნურებაზე, ჯერჯერობით წვრთნების სახით. რა იქნება შემდეგში? ამის წარმოდგენა გონიერკას არ უნდა გაუჭირდეს, თუ რა თქმა უნდა საქმე აქამდე მივიდა. ღმერთმა ქნას რომ საქმე აქამდე არ მივიდეს, მაგრამ დასავლეთი რასაც აკეთებს, იმის შედეგი მხოლოდ და მხოლოდ ეს შეიძლება იყოს. აი ამ საშინელი შეიარაღების გამოყენება. თუ სხვა გზას არ დაუტოვებენ რუსეთს, რეალური შედეგი, რა თქმა უნდა, ეს იქნება. რუსეთის მოტყუებაც არ გამოვა. რუსეთისთვის თქმა იმისა, რომ მოდით უკრაინაში ახლა პირდაპირ შევწყვიტოთ ყოველგვარი სამხედრო ოპერაცია, სხვა წინაპირობის გარეშე, სხვა დათქმის გარეშე. ეს არის რუსეთის მოტყუების მცდელობა. პასუხი იქნება ისეთი, როგორც გასცავ თქვათ ბატონმა Лавровым. Когда сейчас стало звучать из Вашингтона, что надо немедленно остановиться, не надо ничего больше обсуждать, остановиться, а там пускай история рассудит. Ну, понимаете, если просто остановиться, это означает забыть про первопричины этого конфликта, который американская администрация с приходом к власти Дональда Трампа четко понимала и озвучивала это понимание. Я имею в виду обеспечение внеблокового, нейтрального, безъядерного статуса Украины, что предполагает отказ от каких-либо попыток втягивать ее в НАТО, и я имею в виду прекращение фактического геноцида русского. ასე იქნება, სხვანაირად არ იქნება, არ მოტყუდება რუსეთი, უკვე ბევრჯერ მოტყუდა, მაგრამ უკვე აღარ მოტყუდება. ეს თაობა რუსეთის ხელისუფლებისა აღარ არის ის თაობა, რასაც და რომელსაც მიეჩვია ამერიკის შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი. ხრუშოვიდან მოყოლებული, გორბაჩოვით და ელცინით დამთავრებული. ეს უკვე სხვა თაობა მოვიდა. სხვა ხალხი მოვიდა, რომლებიც თავიდან თითქოს თვითონაც ცდებოდნენ, მაგრამ იმ მაგალითების ფონზე, იმ გაკვეთილების ფონზე, რაც დასავლეთიდან მიიღეს, დასავლეთმა რაც ჩაუტარა მათ გაკვეთილების სახით, ისინი უკვე მიხვდნენ, რომ დასავლეთთან ურთიერთობაში აღარ უნდა მოტყუდნენ და დასავლეთმა ყოველთვის ის პასუხი უნდა მიიღოს, რასაც იმსახურებს. ასეთი რეალობაა. ეს კარგია, ცუდია, უკვე შეფასების და მსჯელობის საქმე, ასე ვთქვათ, მაგრამ რეალობა რაც არის, ის არის. დღეს პასუხი სხვანაირი არ იქნება. სწორედ ასეთი იქნება და ამასთან დაკავშირებით მარტო რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები კი არ ლაპარაკობენ. სხვა სახელმწიფოების ლაპარაკობენ, სხვა ლიდერების ლაპარაკობენ. მაგალითად, რობერტ ფიცო, მოგახსენებათ თქვენ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, ძალიან საინტერესო კაცია, აი რას ამბობს ის ამ საკითხებთან დაკავშირებით. Украина была готова подписать мирное соглашение. Начали тогда ходить такие люди, как господин Джонсон, который уже в то время был членом британского парламента, но не был премьером. И эти люди активно убеждали не только западных лидеров, но и украинское правительство ни за что не подписывать мирное соглашение, чтобы война продолжалась. Джонсон толкал линию продолжения войны в Украине, чтобы поставить Россию на колени. Впрочем, в их
хорошо знаете, русский становится на колени только когда хочет завязать себе шнурки. ასე იქცევა ყველა ჯონსონი მსოფლიოში. დასავლეთის ყველა წარმომადგენელი იქცევა ასე, როგორც ჯონსონი მოიქცა მაშინ, როდესაც უკრაინის საკითხი თითქოს უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მან ყველაფერი შეაბრუნა უბედურებისკენ, ყველაფერი შეაბრუნა ომის შენარჩუნებისა და ომის გაგრძელებისკენ. აი, იხსენებს ეს კაცი ამას და ამ მაგალითს გვეუბნება სამოქმედოდ, ასე ვთქვათ, როგორც სამომავლო პროგრამას. აი, რას ლაპარაკობს ამ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბატონი ვიქტორ ორბანი. მათ სამიტის ჩატარება ევროპაში სურდათ. რუსეთ-უკრაინის ომი სწორედ ევროპაში მიმდინარეობს. გადახედეთ რუკას, ლიდერებს და მალევე ნათელი გახდება, რომ ბუდაპეშტი ევროპაში დღეს რეალურად ერთადერთი ადგილი იქნებოდა, სადაც ამგვარი შეხვედრის გამართვაა შესაძლებელი. 3 წლის მანძილზე ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ვინც ღიად, ხმამაღლა და აქტიურად უწევდა ადვოკატირებას მშვიდობას. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ ომი ცუდია, მაგრამ ეს არაა მიზეზი დიპლომატიური არხების დახურვისთვის. ევროკავშირის სურათს რომ გადახედოთ, იქ ყველა ომის მომხრეა, ჩვენს გარდა. მე ვთვლი, რომ ევროპელებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი. მოლაპარაკებები აწარმოონ რუსეთთან. სამწუხაროდ დასავლეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიც მათ შორის და განსაკუთრებით ევროკავშირი, როგორც იტყვიან ჩვენში, სამგლე გოჭივით არის ატეხილი. სამგლე გოჭივით. და მიაქანებენ სოფლიოს უფსრულისა და კატასტროფისაგან. საუბედუროდ ასე არის. ახლა რაც შეეხება უშუალოდ უკრაინას, ბოლოს სიუჟეტს გიჩვენებთ, რაც შეეხება უკრაინას, რა შეიძლება იქ მოხდეს და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. აი მაგალითად როგორი არის ხედვა ბელარუსის პრეზიდენტისა ბატონ ლუკაშენკოს. Если украинцы не пойдут на эти предложения, это будет то, что было в начале СВО. Это будет еще хуже, они потеряют Украину. Тогда надо было остановиться. Нет, не остановились, потеряли Восток. Сейчас не остановятся. С моей точки зрения, человек глубоко погруженный в эту ситуацию, они потеряют всю Украину. А что дальше? А дальше уже российскую армию трудно будет остановить. Поэтому, чтобы не потерять всю Украину, Владимир Александрович должен не просто разговаривать, а согласиться на выгодные для него условия. ჭკვიანი კაცი არის ბატონი ალექსანდრე ლუკაშენკო, ეს ეთყობა ბელარუსს, ეს ეთყობა ბელარუსი ხალხის დღევანდელ ყოფას და ამ ჭკვიანი ხალხზე მოთხოვნილება სამწუხაროდ დასავლეთში არ არის, უკრაინაში არ არის, საქართველოშიც ძალიან ნაკლებად ჩვედა სამწუხაროდ. მეკითხარით, რომ საბედისწერო მოსახვევი დავარქვი ამ გადაცემას მეთქი. საბედისწერო მოსახვევი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი ახალი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ის არჩევანი, რომელიც გავაკეთეთ 35 წლის წინ, აღმოჩნდა დამანგრეველი და დამღუპველი საქართველოსთვის. სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარ თავზე ვლაპარაკობთ. საქართველო იმ არჩევანმა დაანგრია. აი ამიტომ ჩვენ უნდა მოუხვიოთ, რაც არ უნდა დაგვიჯდეს, როგორც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, როგორც არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ უნდა მოუხვიოთ და უნდა გავყვეთ სხვა გზას. მე ამ გადაცემაში ვცდილობ ხოლმე ამ გზის შესახებ ვისაუბრო და ფინალი ამ გადაცემისა რიტუალის სახით სწორედ ეგ არის. ჩვენი მიმართულება უნდა იყოს მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა არის ერთადერთი ჭეშმარიტი გზა. ოღონდ ნამდვილი მართლმადიდებლობა და არა ცრუ მართლმადიდებლობა, არა ფარისეველთა მართლმადიდებლობა. მაგალითად, ისეთი როგორიც აი ამ მღვდელს გააჩნია. ჯერა რომ ღვთისგან საუბრობ და გონია რომ ნაციონალებიდან არის ისინი მასაუბრებენ და არ ჯერა რომ ქრისტე მასაუბრებს და ქრისტე საუბრობ, მაგრამ იმერთან და პოზიტივისთან შედარებით ნახდათ ქრისტე ვარ. ნახდათ ქრისტე ვარო. ასყადებს მართლმადიდებელი მღვდელი. არა, ქრისტე არა ხარ. ცრუ ქრისტე ხარ და არავინ არ დაგიჯერებს რომ ქრისტე ხარ. ქრისტე სხვაგან არის.
ქრისტე ზეცაშია. ქრისტე ადამიანთა სულებშია. ქრისტე ადამიანთა ცნობიერებაშია. ქრისტე ადამიანთა ზნეობაშია. ამიტომ ვამთავრებ ამ გადაცემას ამ რიტუალით, რასაც სანთლის დანთება და პიჯურის გადაწერა ქვია. დღესაც ამას გავიმეორებ და გთხოვთ ჩემთან ერთად შეასრულოთ ეს რიტუალი, გადაიწეროთ პიჯვარი მართლმადიდებელთა წესით და ვიფიქროთ იმაზე, რომ მართლმადიდებელ გზას უნდა დავადგეთ იმ სიჯიუტით, როგორც ეს ყრმა, რომელიც ამ ისთვის ნელად გადასალახავ ბარიერს ძლევს იმ რწმენით, იმ იმედით, იმ სასოებით და იმ სათნოებით, რომ აუცილებლად მიუახლოვდება ეკლესიას, მიუახლოვდება ჭეშმარიტებას, სიყვარულს, სიკეთეს და ანთებულ სანთლებს. აი ასე. თითქმის ყველაფერი ის, რის შესახებაც დღეს თქვენს წინაშე მინდოდა საუბარი. მე იმედი მაქვს, რომ მომავალ პარასხევს დათქმულ დროს საღამოს 7 საათზე ისევ შედგება ჩვენი შეხვედრა გადაცემაში სპეციალური გამოშვება. თუმცა ისეთი სიოქრის და ისეთი ამბები ხდება, რომ არ გამიკვირდება ამ კარებზე თუ დააკაკუნებენ და თუ მეტყვიან, რომ სპეციალური გამოშვება აიკრძალა. ნახოთ რა მოხდება და როგორ მოხდება. იმედი ეს ჩვენი ნება, იმედი ეს ჩვენი უფლება. ნახვამდის.